მოკლედ, Google-მა 19 წუთიანი პრეზენტაცია ჩაატარა, ჩვენ კი ამ ყველაფერს 5 წუთში მოგიყვებით. მთავარი ამბავი კი ისაა, რომ Google-ს უნდა თქვენი ტელეფონი უბრალო ხელსაწყოდან თქვენს პირად აგენტად აქციოს. აი ვნახოთ, რას ნიშნავს ეს. აი სწორედ ეს ფრაზაა მთელი პრეზენტაციის მთავარი აზრი. იდეა მარტივია. თქვენი ტელეფონი აღარ უნდა იყოს მოწყობილობა, რომელიც უბრალოდ ელოდება თქვენს ბრძანებას. არა, ის პროაქტიული უნდა გახდეს. ანუ თქვენზე ერთი ნაბიჯით წინ უნდა იყოს. კარგი, მაგრამ რას ნიშნავს ეს პროაქტიულობა სინამდვილეში? Google-ს ამისთვის ახალი ტერმინი აქვს პერსონალური ინტელექტი. მოდი ვნახოთ, რას გულისხმობენ. და ეს მართლაც რადიკალური ცვლილებაა. ანუ საუბარია არაუბრალოდ AI-ზე, რომელსაც რაღაცას ეკითხები და გპასუხობს, არამედ აგენტზე, რომელიც შენს მაგივრად აკეთებს საქმეს. და ხშირად, სანამ ამის თხოვნას მოასწრებ, მანამდეც კი. მოდი კონკრეტული მაგალითი ვნახოთ. წარმოიდგინეთ, გუნდისთვის ვახშამს გეგმავთ. ხომ იცით როგორაა? ჯერ რუკაზე ეძებ რესტორანს, მერე კალენდარს ამოწმებ, მერე ჩატში წერ ყველას, მოკლედ 4-5 სხვადასხვა აპლიკაცია გჭირდება. Google-ის იდეით კი ეს ყველაფერი ერთმა ასისტენტმა უნდა გააკეთოს, ერთი მარტივი დავალებით. Მათ თქმა უნდა, ასეთ ამბიციურ იდეებს შესაბამისი რკინაც სჭირდება, ხომ? ხო და სწორედ ამიტომ Google-მა Pixel-ის სრულიად ახალი ხაზი წარმოადგინა. და ამ ყველაფრის ცენტრში, ასე ვთქვათ, მთავარი ტვინი დგას Pixel 10-ის სერია. გვაქვს ორი მოდელი, Pixel 10, ძლიერი და სწრაფი საბაზისო ვერსია და Pixel 10 Pro. ეს უკვე მათვისაა, ვისაც ყველაფერი საუკეთესო უნდა. ლეპტოპის დონის სიმძლავრე და წარმოიდგინეთ კამერა 100 მაგის ზუმით. დიახ, 100x ზუმი ტელეფონში. მაგრამ მოიცადეთ, ეს ყველაფერი არაა. Google-მა სრულიად გადაიაზრა თავისი დასაკეცი ტელეფონიც, Pixel Fold. ეს არის ერთდროულად ტელეფონიც, პლანშეტიც და პატარა კინოეკრანიც. წარმოუდგენლად თხელია, ფაქტობრივად ფანქრის სისქე, მაგრამ ამავე დროს საოცრად გამძლე. და აი, ყველაზე მთავარი. ეს პირველი დასაკეცი ტელეფონია IP68 რეიტინგით. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ის სერიოზულად არის დაცული მტვრისგან და წყალში ჩავარდნასაც კი უძლებს. დასაკეცი ტელეფონებისთვის ეს უზარმაზარი ნახტომია გამძლეობის თვალსაზრისით. კარგი, მაგრამ ეს ხედვა ხომ მხოლოდ ტელეფონს არ ეხება. იმისთვის, რომ შენი პირადი AI აგენტი მართლა კარგად მუშაობდეს, ის შენს ყველა მოწყობილობაში უნდა იყოს ინტეგრირებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, Google-მა განაახლა Pixel Watch-იც და Pixel Buds-იც. ახალი Pixel Watch 4 ძალიან ლამაზია, ელეგანტური და წარმოუდგენლად სწრაფად იტენება, მაგრამ აქ არის ერთი ფუნქცია, რომელიც ყველაფერს ცვლის და რომელიც სხვა არცერთ smart საათს არ აქვს. მას შეუძლია პულსის დაკარგვა და აფიქსიროს და ავტომატურად გამოიძახოს სასწრაფო დახმარება. დიახ, ეს არის ფუნქცია, რომელსაც პირდაპირ მნიშვნელობით შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. კურსესმენების მხრივაც გვაქვს სიახლეები. თუ უკვე გაქვთ Pixel Buds Pro 2, უბრალოდ უფასო პროგრამული განახლებით მიიღებთ ახალ ფუნქციებს. ამასთან ერთად, გამოვიდა სრულიად ახალი, უფრო ბიუჯეტური 2A მოდელიც, რომელსაც ხმაურის აქტიური ჩახშობაც კი აქვს. კარგი, ახალი მოწყობილობები ვნახეთ. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე. როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ერთად? როგორ აქცევს ხელოვნური ინტელექტი ამ რკინას ნამდვილ პირად აგენტად? მოდი დავიწყოთ პრობლემით, რომელიც ალბათ ყველას გვაწუხებს. გადავსებული მეილი, შეტყობინებები, გაფანტული ინფორმაცია, სრული ქაოსი. ხო და როგორ უნდა დაგვეხმაროს AI ამაში? Google-ს ამაზე პასუხი აქვს და ის არის ახალი ფუნქცია, რომელიც ფაქტობრივად თქვენს აზრებს კითხულობს. ამ ფუნქციას Magic Queue ჰქვია. რას აკეთებს? ის, მარტივად რომ თქვათ, აპლიკაციებს შორის კავშირებს პოულობს. მაგალითად, თუ მეილში სასტუმროს ჯავშანი გაქვს, მესიჯებში კი მეგობარი გწერს, როდის ჩადიხარ, Magic Queue ამ ორ რამეს დააკავშირებს და პასუხის მზა ვარიანტს შემოგთავაზებს. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს ყველაფერი ლოკალურად თქვენს ტელეფონში ხდება. ანუ, თქვენი მონაცემები სრულიად დაცულია. კამერას რაც შეეხება, აქაც დიდი ცვლილება. აქამდე AI გვეხმარებოდა უკვე გადაღებული ფოტოს გაუმჯობესებაში. ახლა კი ის გადაღების პროცესშივე ერთვება და ფაქტობრივად გასწავლით, როგორ გადაიღოთ უკეთ. წარმოიდგინეთ, რომ ჯიბეში პირადი პროფესიონალი ფოტოგრაფი გიზით. აი, ეს არის Camera Coach. ის აანალიზებს სცენას და გეუბნებათ, ცოტა მარჯვნივ გაიწიე, ზუმი გამოიყენე, კომპოზიცია ასე აჯობებს. მოკლედ გეხმარებათ იდეალური კადრის დაჭერაში. და ახლა ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი და ცოტა არ იყოს ფუტურისტული დემო. ფუნქცია, რომელიც ენობრივ ბარიერებს უბრალოდ შლის. აი, პირდაპირი მნიშვნელობით. ეს არის Voice Translate-ის ახალი ვერსია. წარმოიდგინეთ, ურეკავთ ადამიანს, რომელიც სხვა ენაზე საუბრობს.
თქვენ ლაპარაკობთ ქართულად, მას ესმის თავის ენაზე. ის გპასუხობთ თავის ენაზე, თქვენ კი გესმით ქართულად. და რაც ყველაზე მაგარია, AI ამას აკეთებს თქვენივე ხმით, თქვენივე ინტონაციით, თითქოს უცებ ისწავლეთ ახალი ენა. წარმოუდგენელია. კარგი, ამდენი სიახლე ვნახეთ. მაშ რა არის მთავარი დასკვნა, რა უნდა წავიღოთ ამ პრეზენტაციიდან? მთელი იდეა ფაქტობრივად ამ შედარებაში ჩანს. აქამდე როგორ იყო? ტელეფონი იყო ხელსაწყოების ყუთი, აპლიკაციების ნაკრები, რომელსაც თქვენ ხსნითით და იყენებდით. ახლა კი ის ხდება ერთიანი ჭკვიანი აგენტი, რომელიც თქვენს მაგივრად მოქმედებს. ეს არის გადასვლა რეაქტიული ხელსაწყოდან პროაქტიულ ასისტენტზე. ცხადია, პროაქტიული დახმარების ეს დონე წარმოუდგენლად ძლიერია და ბევრ რამეს გაამარტივებს. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას აჩენს მომავლისთვის. როცა ჩვენი ტელეფონები ასეთი ჭკვიანი აგენტები გახდებიან, სად გადის ზღვარი სასარგებლო დახმარებასა და პირად სივრცეში ზედმეტად შემოჭრას შორის? აი, ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ.